ხმაურიხონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული კავშირების ლიგა ნაციონალური მოძრაობის წევრი საკაკი ბობოხიძის ძმას ორგანიზაციის ბალანზე არსებული შენობის მითვისებაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლევან ბობოხიძემ შენობა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა, შემდეგ კი ქონების მართვის იმერეთის ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონით მთლიანად მის საკუთრებაში გადავიდა. ახალგაზრდული კავშირების ლიგამ დღეს გამგეობის შენობის წინ გამართულ აქციაზე ბობოხიძის ფიტული დაწვა აქციას რაიონის გაზეთ თაობის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებით შეუერთდნენ. ვისი ფოტო ჩამოხსნეს კედლიდან აქციის მონაწილეებმა და რას პასუხობს მათ ლევან ბობოხიძე? თაია მახარაშვილი გიამბობთ. ნაციონალური მოძრაობის ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ფიტული დღეს სახალხოდ დაწვეს. აქცია აკაკი ბობოხიძის ძმის ლევან ბობოხიძის წინააღმდეგ. მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ ახალგაზრდული კავშირების ლიგისა და გაზეთ თაობის ბალანსზე აღრიცხული შენობა ლევან ბობოხიძემ აუქციონზე უკანონოდ შეიძინა. ორგანიზაციისა და გაზეთის რედაქციის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობის ნაწილი ბობოხიძემ ჯერ კიდევ 2008 წელს მიისაკუთრა. 10 დღის წინ ქონების მართვის სამსახურის იმერეთის ბიურომ შენობა ჯერ ტენდერზე გასატანად მოამზადა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ორგანიზაციებს პოლიციამ შენობის დაცვა მოსთხოვა. შენობა იმყოფება ახალგაზრდული კავშირების ლიგისა და გაზეთ თაობის რედაქციის ბალანსზე 1995 წლიდან მაგზომერ ფლობელობაში არის. ნაწილი ფართი 2008 წელს ბატონმა ლევან ბობოხიძემ უკანონოდ შეიძინა და დღეს უცვლიანად ეს ფაქტი შეიძინეს. ვაპროტესტებთ ამას და ჩვენ მთავრობის წინაშე ვაყენებთ რომ აღდგეს სამართლიანობა. დააბრუნდეს ის, რაც უკანონოდ წაიღეს. პარასკევს მოვიდა პოლიცია, რომელმაც წარმოგვიდგენეს წერილი, რომლის მიხედვით ჩვენ უნდა დაგოტოვებინა აუცილებლად ტერიტორია. აფაქტობრივად გამოსახლებული ყავით იქედან, მაგრამ ალექსანდრე პოპიძემ მოახერხა და შეძლო ის, რომ ჩვენ დღემდე მაინც იქ ვართ და ეხლა გვინდა როგორმე ხმა მივიდეს ისეთ ხელოვნებს და უყვართ ხალხი, სადაც რომლებიც საქმეს აკეთებენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა შენობაში განთავსებულ მაჟორიტარი დეპუტატის მისაღებში გადაინაცვლეს და ბიუროს თანამშრომლები ოთახიდან გამოაწევეს. უყურადღებოდაც პრეზიდენტის ფოტო დარჩენილა. ის კედლიდან ჩამოხსნეს და ოთახიდან გაიტანეს. თბილისიდან საგანგებოდ ჩასულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის ურვა იმის მოსმენა, რომ შენობის მფლობელად მიჩნეულ ვინმე დემურ სულობერიძეზე ბობოხიძემ კუთვნილი ფართი ერთი თვის წინ გადააფორმა. ლევან ბობოხიძე არის საგებულოს წევრი, პარტიის თავმჯდომარე, ეს ლევან ბობოხიძის საკუთრება არ არის. გადაამოწმეთ, ნახეთ, ეს არის დემურ სულობერიძის საკუთრება, სადაც მე გავაფორმე ხელშეკრულება, არ ვიცი, რა ქვია, ვინ შეისყიდა, რა შეისყიდა. მაჟორიტარი დეპუტატის აღშფოთება განსაკუთრებით პრეზიდენტის ფოტოსურათის ჩამოხსნამ გამოიწვია. დავით ჭავჭანიძე პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებას თხოვს. მიმართავ საქართველოს პროკურორს, როგორც პარლამენტის წევრი, მიმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც პარლამენტის წევრი და ვთხოვ აღნიშნული საკითხი იქნეს გამოძიებული თავიდან ბოლომდე. შემოვიდე, გაარბიეს ჩემი ოფისი, ხედავთ, აქ ეკიდა საქართველოს პრეზიდენტის სურათი, სიმბოლო ქვეყნის, ჩამოხსნეს, დაწვეს. აი ხედავთ აქ რა მდგომარეობა არის ჩემ ოფისში. დაარღის ჩემს დაღუპვად, ვიღაცების დაღუპვად და ისევ გიმეორებ, თუ ვაჟკაცობა ყოფთ, მე ვარ ლევან ბობოხიძე. მობრძანდით, ჩემთან თქვენ მომიცვიდით ოფისში და მე ვნახავთ რა იქნება და რა არა. აქციის მონაწილეები შენობის დათმობას არ აპირებენ. ისინი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.